თეატრალურ უნივერსიტეტში დღეს პოლიცია მესამედ მივიდა დღის განმავლობაში. მეორე მისვლის დროს მათ სტუდენტები 5000 ლარით თითოეული საერთო ჯამში 50000 ლარით დააჯარიმეს. მესამე მისვლის დროს კი შენობის დატოვება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რას იზავდნენ, ძალით გამოიყვანდნენ გარეთ, დააკავებდნენ თუ ასე შემდეგ. ამის პროგნოზირება რთული იყო. სტუდენტებმა შენობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი პროტესტის სხვა ფორმით გაგრძელებას აპირებენ. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდები თეატრალურ უნივერსიტეტში 80-ზე მეტი დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებმა ისინი შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს. ის ახალი ცვლილება კანონში, რომლის მიხედვითაც დახურულ სივრცეში სპეციალური ნებართვის გარეშე თურმე პროტესტი არ შეიძლება და იგრძელება. მათი განმარტებით დღეს დილით თეატრალურმა უნივერსიტეტმა სანიტარული სამუშაოები ისე დაიწყო, რომ ადგილზე მყოფი სტუდენტები არ გააფრთხილა. ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ პროტესტის გასაგრძელებლად სხვა სივრცე გამოეყენებინათ, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს და განმარტეს, რომ შემოთავაზებული ალტერნატიული სივრცე პატარა იყო. ამასთან სტუდენტები უნივერსიტეტის სხვა სივრცის დათმობას მოითხოვდნენ, რაზეც მათ ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან უარი მიიღეს. ჩვენ არაერთი ალტერნატივა შევთავაზეთ უნივერსიტეტს, სადაც შეიძლებოდა ჩვენი გაჩერება ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ უნივერსიტეტმა უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დეზინფექციური სამსახურის წევრებმაც და ასევე ექიმად გითხრას, რომ ზევისასვლა შესაძლებელი იყო და ნებისმიერი აუდიტორიის დაკავება, მაგრამ დაცვის გადაწყვეტილებით ეს ყველაფერი არ მოხერხდა. 5000 ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერეს ყველა სტუდენტს, ვინც შეგნით ვიყავით. ახლა ვაგრძელებთ ისეთ ბრძოლას, როგორც აქამდე არასდროს არ გქონია, ვერთიანდებით და ახალი სუნთქვით ვაგრძელებთ ყველაფრის კეთებას, რომ ქვეყანა უკეთეს გზაზე და ევროპულ გზაზე დავაყენოთ. დღეს ამ უნივერსიტეტმა საბოლოოდ გამოავლინა თავისი სახე. ამ 83 დღის განმავლობაში, რაც ჩვენ აქ ვართ, ძალიან ბევრჯერ დაირღვა ჩვენი უფლებები, დაწყებული შიმშილიდან, დასრულებული, არ ვიცი, გაყინვით, შეურაცხყოფით და დღეს ჩემი აზრით და ჩვენ ყველა ესე ვთვლით და ნამდვილად ესეა, რომ დღეს იწყება იმაზე ძლიერი სტუდენტური პროტესტი, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა და ამის გარანტიას და ამის იმედს გაძლევთ ჩვენ, რომ ეს პროტესტი კი არ ჩერდება, იწყება ბევრად უფრო დიდი ეტაპი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ ხმას ვაჟღერებდით ამდენი დღის განმავლობაში უნივერსიტეტიდან და მგონია, რომ საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა ეს ხმა. იმდენად ხმამაღლა, რომ ძალიან შეწუხდნენ ამ ყველაფრით ჩვენი უნივერსიტეტის და მთავრობას და მივიღეს დღეს რაც მივიღეს. მაგრამ ამ ყველაფერს არ გვეშინია პირიქით, უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს და აუცილებლად იქნება ეს ბრძოლა ბოლომდე. იყო მუქარა, რომ შეიძლებოდა ჩვენი პატიმრობაში გადაყვანა, დაჯარიმება და შევიწროვება და სხვა კიდევ აღარ მინდა რომ ჩავყვე დეტალებს. ამიტომ აქედან მინდა მაყურებელს უთხრა, რომ არაფერი არ იცვლება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია, იმიტომ რომ 83 დღე ვიყავით უნივერსიტეტში და მქონდა პიკეტირებული ფოიე. ჩვენ ეს ფორმა ამოვწყურეთ და ვაგრძელებთ სხვა ფორმებით ბრძოლას. დემოკრატიასთან მაგ ყველაფერს კავშირი არ აქვს. შეხედეთ ამ ბავშვების თვალებს, როგორ ბრაზი აღჩობთ და როგორ უსამართლობის წრემლები აქვს თვალებში. როგორ შეიძლება მაგ ელემენტარულ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეწოდოს დემოკრატია? რაზე არის საერთოდ ლაპარაკი და კონკრეტული ადამიანები არიან მაგაზე პასუხისმგებლები, იმათ რომ თავი დავანებოთ, ვისაც ახლა ხელისუფლების სადავეები აქვს ხელში მოგდებული და იმათი საცეცები არიან ის ადამიანები, ვინც რეალურად პასუხისმგებლები, მაგაზე დგას ეს სისტემა. გულისხმობ იმ პროფესორებს, იმ ლექტორებს, იმ რექტორს, რომლის პასუხისმგებლობაც არის ის, რაც დღეს მოხდა, რომლის ვალდებულებაც არის ამ სტუდენტების დაცვა, იმათ რომ თავი დავანებოთ, ვინც უკვე ამ უნივერსიტეტ დამთავრებულები ციხეში არიან გამოკეტილი, იმათ დასაცავად რომ ხმას არ იღებენ. აი თავისი სტუდენტების დაცვა არის იმათი ვალდებულება. და ლიტერატურით და ხელოვნების ისტორიით და ლექციებზე ერთი შეხედვით ესე გმირობას ასწავლიან და შეუგუებლობას და მე ამბოხეობას თავის სტუდენტებს, მაგრამ საქმით მონობას აჩვენონ, ხო ხედავთ? მონობისკენ უბიძგენ.